საქართველოს სულიერი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია მაცხოვრის კვართის დაბრძანება საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ებრაელები, ელიოს მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოსის დედას. წამოუძახებია მშვიდობით მეფობაო ისრაელთაო, რამე თუ უგუნურებით მოგკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა და მწუხარებისგან იქვე დაულევია სული. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილიყარეს, იგი ელიოს შეხვდა. ელიოსმა სიწმინდე მცხეთაში წამოიღო. მისი და სიდონია ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა და მიუძინებია თავის დედის ძილით. ბევრს ცდილან მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალავთ ლიბანის ნაძვებთან. სიდონიას საფლავზე აღმოცენდა დიდი ხე, კვიპაროზი. სწორედ ამ ხეს, როგორც ნათლის სვეტს დაეყრდნო პირველი ეკლესია, რომლის აგებაც წმინდა ნინოს უკავშირდება. კაბადოკიელი ნინო, წმინდა გიორგის ნათესავი, უფლის კვართის ხილვის წყურვილით გამოემართა საქართველოში. შემობრძანდა იბერიაში ნინო და ქრისტეს სიტყვა და სარწმუნოება შემოიტანა. ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა. შეკრეს კედლები და აღმართეს 6 ბოძი თავთავიან თალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს ზვრავერ უყვეს. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. წმინდა ნინო ხელაპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და 3 სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცა დაღამახლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა. იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან 2 წყრთაზე გაჩერდა ზეჰაერთა საკვირველად გამოკიდებული. ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. იმ ხანად ერთ ოჯახში მხოლოდ შობილი ძე მოჰკვდომიათ. ყველა სვეტი ცხოველი სახილველად წასულა. მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ. აღდეკ მხოლოდ შობილო ჩვენო, რათა მივიახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა და უცებ თითქოს გაიღვიძაო. მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტი ცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტი ცხოველთან მიახლოებას. მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო 12 მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მე-10 საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი პირველის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ცნობილია, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოშია დაბრძანებული. მაცხოვრის განუყოფელი, დაუნაწევრებელი კვართი არის სიმბოლო ქრისტეს ეკლესიის განუყოფლობისა. საქართველოს ეკლესიის უძველესი გადმოცემით, წმინდა სიდონია მეორედ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რადგან ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.